მთავრობამ 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციის წინსწრებად დაფარვის პროცესი დაიწყო მიმდინარე წლის აპრილში დასაფარი 500 მილიონიანი ევროობლიგაციები 19 იანვარს დაიფარა და ამასთან ერთად ახალი 500 მილიონიანი ობლიგაციის განთავსების პროცესიც დაიწყო. ინვესტორებს შესაბამისი შეთავაზება უკვე გაეგზავნათ და საბოლოოდ ახალი ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი სავარაუდოდ დღეს ბოლოს განისაზღვრება. რა პროცენტში გადაწყდება ახალი ფასიანი ქაღალდის გამოშვება, რა შემოსავლიანობით და როგორია ფინანსისტების მოუდინები და პროგნოზები. ეკა გაზდელიანი გვეტყვის უფრო მეტ დეტალს, ეკა მოგესალმები და გისმენ. მოგესალმებით, ნოცად, ეს უკვე ინვესტორებს შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი ინტერესი ახალ ობლიგაციებთან მიმართებით. Bloomberg-ზე ტრანზაქცია უკვე გამოცხადდა და ინვესტორების მხრიდან მიმდინარეობს შესყიდვის პროცესი. ამავდროულად ფასთა გამოკითხვაც მიმდინარეობს საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით. ინვესტორთა ინტერესების შეკრების შემდეგ კი ფინანსთა სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს თუ რა საპროცენტო განაკვეთით გამოუშვას ახალი ფასიანი ქაღალდი. ფასიანი ქაღალდის დაფარვის ოპერაციის შესრულებაში საქართველოსთვის მთავრობის საბროკერო მომსახურების გაწევით გლობალური მოთამაშეები Citigroup, JP Morgan, ICBC და Societe Generale არიან ჩართული. საქართველოს ბაზარზე არსებულ მომხმარებლებს კი საბროკერო მომსახურებას Galten Tagardi და TBC კაპიტალი უწევენ. საქართველოს 5 წლიანი 500 მილიონ დოლარიანი ობლიგაცია, რომელიც ახლა იფარება 2.75%-ის განაკვეთში იყო ნომინირებული, რაც შეეხება ახალ ობლიგაციას, როგორც აღნიშნეთ, მისი განთავსება ამჟამად მიმდინარეობს და ოპერაციის დახურვამდე უცნობია რა განაკვეთში იქნება ის ნომინირებული, თუმცა სავარაუდოდ ახალი ობლიგაციის განაკვეთი 3.82%-ზე ნაკლები ვერ იქნება, რადგან ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების 5 წლიანი სახელმწიფო ობლიგაციის განაკვეთი 3.82% შეადგენს. არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს ახალ 500 მილიონიან ევრობონდს 5.3%, 6%-ის ფარგლებში განათავსებს. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ეს ვარაუდი გამართლდა და ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 6%-მდე გაიზარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ორმაგდება საპროცენტო ტვირთი და დავალიანების მომსახურება მნიშვნელოვნად ძვირდება. ფინანსისტი ვასილ რევიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დღეს ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა დაახლოებით 5.5%-ია, რაც დაფარვამდე მოკლე ვადით არის განპირობებული. ახალი ობლიგაციების განაკვეთზე კი გავლენას მოახდენს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 5 წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა, ისე გაზრდილი რისკის სპრედი, ანუ სხვაობა საქართველოსა და შტატების რისკებს შორის. საერთო ჯამში კი მოლოდინია, რომ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მიმართ მაღალი ინტერესი ნარჩუნდება, რასაც მიანიშნებს პროცესში ესეთი ბანკების ჩართულობა, როგორც არის JP Morgan და Citigroup და ამასთან საქართველოს ჯერ კიდევ სტაბილურ გადამხდელად მიიჩნევა. სოფლიო დონის ალბათ საუკეთესო ბანკები არ აიღებდნენ ამ პროექტს. იმ შემთხვევაში წარმატების იმედი არ აქვს, იმიტომ რომ წარმატებლობის შემთხვევაში მათი შემოსავალი რაღაც ძალიან მიზერულია. რა თქმა უნდა, მანდ იქნება თქვა ეგრეთ წოდებული book running პროცესი, რაც გულისხმობს ასე თქვა ვაჭრობას ფასებზე. შესაბამისად შეიძლება თქვა ინვესტორები ეცადონ მეტი შემოსავალი მიიღონ, ხო? ამის კომპონენტს ხედავს, სწორედ აქედან და ამის დაშვებით დავთვალეთ თქვა 7%-მდე მაქსიმუმ თქვა დაახლოებით შემოსავლიანობა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა, თქვა საქართველოს ჯერჯერობით არ ითვლება, ასე თქვა ვენესუელად, ასე თქვა, რომელიც თავის ვალდებულებებს ყოველ შემთხვევაში ფინანსურს არასრულებს. საპროცენტო განაკვეთები ხანგრძლივად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რისკები არის ის, რომ მთავარი რისკი ფასის შესაძლო გადამეტება, გეოპოლიტიკურმა არასტაბილურობამ და მუდის ნეგატიურმა პროგნოზმა შეიძლება კონსერვატული ინვესტორები დააფრთხოს, რაც საბოლოოდ განაკვეთს 6%-იან ზღვართან მიაახლოებს. დასკვნა არის ის, რომ ეს არის ძვირი, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სვლა. მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი იქნება ქვეყნისადმი ნდობის მანდატი, ნახოთ როგორი იქნება, ხო? თუმცა ფაქტია, რომ საქართველოში იაფი ფულის ერა ოფიციალურად შეიძლება ითქვას დასრულდა. 500 მილიონის ახალი ფასიანი ქაღალდები მთავრობას საერთაშორისო ბაზარზე 2026 წლის აპრილში უნდა განეთავსებინა, თუმცა ვადაზე ადრე მოხდა მისი ჩაფარვა, რაც სპეციალისტების შეფასებით მიღებული პრაქტიკაა, რადგან ემიტენტები ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე ვადაზე ადრე ფარავენ ფასიან ქაღალდს და ეს ითვლება ლიკვიდურობის მართვის სწორ პოლიტიკად. მთავრობა კი მოზიდული სახსრებით 2021 წელს გამოშვებულ 5 წლიან ევროობლიგაციებს დაფარავს, შესაბამისად სახელმწიფო ვალის რეფინანსირებას გეგმავს. 2021 წელს გამოშვებული ევრობონდების განაკვეთი
2.75% იყო, განაცხადის თანახმად, მთავრობა 2026 წლის აპრილში დასაფარი ევრობონდის გამოსყიდვის ოპერაციის დასრულებას უკვე 28 იანვრისთვის გეგმავს. მადლობა ეკა, ეს ეკა გაზდელიანი იყო.